საინტერესო ვითარებაში ვართ, ანუ პრინციპში როგორც ყოველთვის სადღაც სიმართლე ნამდვილად შორს არის ქართული ოცნების ნარატივისგან, თუმცა გარკვეულწილად უნდა დავინახოთ და რეალობას გაუსწოროთ თვალი. ახლა ვთქვათ, ესე პირდაპირ სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში არ იგულისხმება, მაგრამ ტრანზაქციული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი სახეზე გვაქვს. ტრანზაქციული ნიშნავს ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ჭირდებოდა რაღაცა რაოდენობა წევრების მონაწილეობა და ეს ხალხი იყო იქ ჩასული. ეს არის და ეს. ბოჭორიშვილის მინისტერიალში მონაწილეობას გულისხმობთ. წერილი მაინტერესებს. წერილი ამის საპასუხოა, ეს არის არაფერი, ეს არის პროტოკოლური წერილი, რომელიც ამას მოსდევს, ანუ კონკრეტულ ერთ ღონისძიებას დარწმუნებულია ტრამპი პრეზიდენტი თვითონ ამის საქმის კურსში შეიძლება სულაც არ იყოს, უბრალოდ იცის, რომ ჩატარდა ღონისძიება, იყო აუცილებელი, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რაღაცა რაოდენობა ქვეყნებს, იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია ამ საკითხს, ამ ასე ვთქვათ, ვალიდურობა და ხარისხი ამ საკითხის, ამ შეკრების მემარცხენე ტერორიზმის, რადიკალური მემარცხენე ტერორიზმის ძალიან სადაო მოცემულობაა, პრაქტიკულად არ ეთანხმება ევროპის არც ერთი ქვეყანა, ძალიან სადაოა ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდე რა ასე ვთქვათ, გამიზნული იდეა ამას ჩადებული, ეს კიდე ხალხე თემაა და შიდა ამერიკული თუმცა ის რასაც საუბრობდნენ და რაზეც მარკო რუბიოც აპელირებდა, არის დაახლოებით ის პრინციპები, როგორც მუშაობს ივანიშვილის ხელისუფლება. ისინი აკრიტიკებენ დღეს ვაშინგტონში იმას, რა პრინციპითაც ხელმძღვანელობს ივანიშვილის ხელისუფლება, მათ შორის ტერორიზმად მიიჩნევენ ოპოზიციონერი და ოპონენტების ზოგადად დაჭერას და დაბადებას. კიდე ცოტა სხვა თემა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოტათი სხვა მოცემულობა აქვს და მე ვაკავშირებ ამას მაინც მონროს დოქტრინის, ვთქვათ, პოსტ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, როდესაც ეს მონროს დოქტრინა, რომელიც თავის დროზე ფაშიზმის წინააღმდეგ იყო ორიენტირებული, მერე გახდა ცივი ომის ერთ-ერთი იარაღი და ვთქვათ, კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებდა. მაგრამ მაშინ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა ამ საკითხს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ამას ახორციელებდა, ეს იყო საერთაშორისო მაშინ პარტიზანული რევოლუციური მოძრაობები, რომელსაც აფინანსებდა, ხელს უწყობდა და რომელიც გამოძახილების სხვადასხვა ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში იყო ძალიან ბევრი სხვათა შორის და ნუ აქ იყო ესე ვთქვათ ესეთი ბრძოლა და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა ამის ცოტათი სიმულაციასთან გვაქვს საქმე, როცა დღეს და შიდა ამერიკულ პოლიტიკას თუ დავაკვირდებით, არის ძალიან მზარდი არის ეგრეთ წოდებული პროგრესული ტალღა, რომელიც შუალედო არჩევნებზე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რესპუბლიკური პარტიისთვის. ეს სასახაა, იმიტომ რომ ისეთ შტატებშიც კი როგორც არის ტეხასი, სადაც ტრადიციულად იყო ყოველთვის რესპუბლიკური, მეგონი 60-იანი წლების მერე მხოლოდ რესპუბლიკელი სენატორები ყავდა. ეხლა ერთ-ერთი ლიდერი კანდიდატი არის ტელარიკო, ეს თქვა ეგრეთ წოდებული მემარცხენე ფლანგის დემოკრატი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ტენდენცია, პროცესი და რომელსაც თავისი თქვა გარკვეული ისტორიული გამოძახილი და გასწორებული ამის. თუმცა ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ დემოკრატების მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატთანაც მაკაბოჭორიშვილი ცდილობდა ხაზზე გასვლას და მასთან ურთიერთობის დამყარებას. ხო, არ ვიცი ეგ ნაწილი, კალიფორნიის გუბერნატორი მაქვს მხედველობა. ხო, არ ვიცი ეგ რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ყოველ შემთხვევაში მე არ მგონია, რომ მათთვის საინტერესო იყოს დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება. აქ ცდილობებს არ აკლებენ, ეხლა ეს აჩვენებს რა, სალსახად, რომ ქართული ოცნები მიუხედავად იმისა, რომ ამაყად იძახის, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, მაგრები ვართ, ჩვენ არ გვჭირდება არავინ და ხან უტევენ, ხან ტრული რიტორიკა აქვს პარტნიორების მიმართ, უბრალოდ ქვეყნის პარტნიორების და არა მათი პარტნიორების მიმართ, მათ ძალიან ჭირდება და დღეს ნახეთ, რომ ერთი სურათი გადაღებული, დღეს თელი დღე ფრიალებს, რომ ეს სურათი გადაიღოს, აი თურმე გარღვევა. კიდევ ერთხელ როიცოდეს მაყურებელმა, არის ტრანზაქციული, ეს არის სტრატეგიული ურთიერთობა, სტრატეგიული ურთიერთობა არა თუ საქართველოს ძალიან ბევრ ისეთ ქვეყანასთან არ აქვს, ისედაც დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის მათი დღევანდელი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მახასიათებელი. ამყარებს ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. რამდენად ეს სტრატეგიული, უпростоოდ რამდენად ეს ტრანზაქციული ამ კონკრეტული საკითხში ურთიერთობა მათთვის გრძელვადიანია, ამაზე მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. ტრანზაქციული როგორ განმარტოთ, როგორც ცვალებადი? ტრანზაქციული არის, აი ამ ერთი კონკრეტული შემთხვევისთვის მინდა. სიტუაციური. სტრატეგიული ხო გრძელვადიანია. სტრატეგია არის რაღაცა გრძელვადიანი პროცესი და ამ სტრატეგიულ ურთიერთობაში ჩემი და თქვენი ინტერესები ემთხვევა და ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვაყალიბებთ. ტრანზაქციული არის, რომ აი ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე მჭირდება 60 ადამიანი. 60 ადამიანში მჭირდება რამდენიმე ქემანის მინისტრი უნდა იყოს. გეტყვით, რომ 2 თუ 3 მინისტრიას უნდა აღვყო. მათ შორის ერთი ლატვიის, მე ერთი საქართველოსი, ერთი თორსები კოსოვოსი, ნუ კოსოვო ჩავიდოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ კოსოვოს აღიარების ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი რა თქმა უნდა შეერთებული შტატებია, მაგრამ იყო დანარჩენი რაღაცა საშუალო რგოლის, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირ. ანუ
ევროპის ბევრი პარტნიორი ქვეყნისთვის ეს იყო ძალიან ნომინალური მონაწილეობა, იმიტომ რაღაცა წინააღმდეგობაში შესვლა არ უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა პირების მონაწილეობა. ეს არის ამაში მდებარეობს დღეს დინარაძისგან მოვისმინეთ კიდევ ერთხელ ამ ყველაფრის ფონს, როცა მართალია აბსურდია ის. მათი საგარეო მინისტრი შეერთებულ შტატებშია, ისინი კი აქ თბილისში ბერდიმუხამედოვს ხვდებიან. რაღაც ორ მხრივ ხელშეკრულებას აფორმებენ მათ შორის განათლების სფეროში, ამბობენ რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის ქვეყნების ურთიერთობა საქართველოსთვის და პარალელურად ამბობენ რომ პოლიტიკურ ტერორს გვიწყობდა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციის დანიშნული ელჩი იყო და მეორეც ძალიან მიჭირს ამაზე რაღაცა გეოპოლიტიკურად, რაღაც ანალიტიკურად, იმიტომ რომ რასაც დღეს ვისმენთ, ეს არის რაღაცა განცხადებები აბსოლუტურად დილეტანტური, იმას გათვლა იმაზე, რომ აი ესეთი აგრესიული რიტორიკა წინა ადმინისტრაციის მიმართ ყურს მოჭრის დღევანდელ ადმინისტრაციას და დამერწმუნად არც უსმენენ ამას. უმეტეს შემთხვევაში არ სიამოვნება ეს ტრამპს არ არის ეს მნიშვნელოვანი. ახლა საქართველოში კონკრეტული ერთი პიროვნება, რომელსაც არ აქვს რეალური გავლენა, რომელიც არც არაფერს არ წყვეტს და ყველა მიცის, ხო, რომ საქართველოში ვინ წყვეტს. სანამ ეს კონკრეტული ადამიანი რაღაცას იძახის, ეს არ არის მაღალი, მათ შორის თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დივნის ყურადღების საგანი. ეს არ არის. უნდა მივიჩნიოთ თუ არა, რომ ქართული ოცნების დიპლომატიურ გამარჯვებაც ტრამპის დღევანდელი საპასუხო. არა, თქო, მაგასონა ტრანზაქციული ურთიერთობა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტრამპს დაჭირდა, ტრამპს არ უბრალოდ რუბიოს, სახელმწიფო დივან რუბიოს დაჭირდა ტრანზაქციული ურთიერთობები 70 ქვეყანაზე, 60 ქვეყანაზე. აქედან ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელიც მოიწვიეს, ჩავიდა ევროპის ქვეყნების ძირითადად მინისტრები არ ჩავიდნენ. ამიტომაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო ვიღაც ჩასულიყო, ვიღაცა რომელსაც მინისტრის სტატუსი ჰქონდა და ამ ეგრეთ წოდებული, ესე ვიტყოდი და პირდაპირ სიმულაციური საფრთხის მიმართ შეექმნათ, რომ თითქოს არის საერთაშორისო კოალიცია. ეს დიდწილად არის გამოძახილი შიდა პოლიტიკურ პროცესზე. ხა როგორ დავიჯერო, ხა ისინი მაინდა-მაინც დაპირისპირებულები არიან, თუნდაც მაგალითად ესპანეთის სოციალისტურ პარტიასთან ან ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიასთან. ესენი არიან მემარცხენეები. ესენი უნდა იყვნენ, მაგრამ დღეს რეალურად ხა თუ გადავხედავ საერთაშორისო ანალიზებს, კვლევებს, ანგარიშებს, რეალურად ესეთი ორგანიზებული საფრთხე, როგორც არის მაგალითად მემარჯვენე ექსტრემიზმი, ან მემარჯვენე ტერორიზმი, ეგეთი არ არის მემარცხენე ტერორიზმი, თუმცა ცალკეული რადიკალური გამოვლინებები ხდება, მაგრამ ეს არ არის ორგანიზაციული საფრთხე. მით უმეტეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნახსენებია ევროპის ქვეყნები და ის ქვეყნები ამ საფრთხეს როგორც საფრთხეს არ აღიარებენ. ანუ ცალკეულ დანაშაულად აღიარებენ, მაგრამ საფრთხეს როგორც ტენდენციას არ აღიარებენ. ამიტომ აი ამ მოცემულობაში ვარ და ამ მოცემულობაში უბრალოდ გაჩნდა საჭიროება, რომ ვიღაცა ესწრებოდა და მათ შორის იქნებოდა საქართველო, თუ იქნებოდა პირობითად კოსოვო, თუ იქნებოდა მაგალითად ბურკინა-ფასო, მათთვის არ ქონდა მნიშვნელობა. მათ ჭირდებოდა გარკვეული რაღაცა შემადგენლობის ჩვენება, რომ რაღაცა ხდება. რეალურად არც არაფერი არ არის. საბოლოო ჯამში ეს ახლოსაც არ არის სტრატეგიულ ურთიერთობებთან, სტრატეგიულ ურთიერთობებში იდება სტრატეგიული მიზნები და ეს არ არის სტრატეგიული მიზანი. სტრატეგიული მიზანზე როცა არის საუბარი, ეს არის მაშინ როცა საუბარი არის შუადერეფანზე, რომელშიც საქართველოს ზეუნებიან, თუ გინდა მიიღე მონაწილეობა, მაგრამ მიიღე სარგებელი. მაგრამ საქართველოს როგორც ჩანს, უნდა ისეთი პირობებით, როგორც თვითონ უნდა და ესეთი პირობებით არავის არ უნდა შუადერეფანში. შეგვიძლია ახლა ამაზე საუბროთ, იმედია ყველაფერი. შუადერეფანი, ანაკლიის პორტი. ეს ორი ტერმინი ალბათ ამ შემთხვევაში სასურველია გავაერთიანოთ ერთმანეთთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პიტერ ანდრეული იყო ჩამოსული საქართველოში ორჯერ ბოლო პერიოდში, ერთხელ აქედან თვითონ მოინდომა ანაკლიის პორტი მოენახულებინა. ამ პერიოდში ქართული ოცნება ადასტურებდა, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ანაკლიის პორტში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიერ, თუმცა საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ამას არც ჩინური, არც ამერიკული, არც რომელიმე დასავლური, თქვენ როგორც ეკონომიკაში გამოცდილი ადამიანიც ააშენებს ქართული მხარე, იქნება ლენდლორდი. ეს იყო თუ არა მათ შორის გადაგდებული ანკესი შეერთებული შტატების მხარისთვის. დაარწმუნონ ისინი, რომ ჩვენ თქვენიანები. ცდელობა არის. აშკარად არის, რომ არის ცდელობა, მაგრამ რეალურად ვერ ფუთავენ და სწორედაც ეს შუააზიური ტურნე, შუააზიურ ქვეყნებთან ახლა საუჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, ცდელობა არის, რომ ლენდლორდის პრინციპით მოხდეს თითქოს ანაკლიის პორტის. ნუ ყოველ შემთხვევაში პროექტის ეში შეფუთვა, რომ აშენდება საინვესტიციო ფული არის ბიუჯეტიდან, ტვირთები წამოა შუააზია
აზიიდან და იქნება და ამერიკის შეერთებული შტატებენივე დაინტერესდეს და ფული ჩადოს. რეალურად ეს არ იფუთება, იმიტომ რომ ამ ეტაპზე რაც არის სტრატეგიული ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების კავკასიაში და თუნდაც ცენტრალურ აზიაში არის იშვიათი მიწის მინერალების და მეტალების ტრანსპორტირება, რომლისთვისაც უკვე არსებობს სტრატეგიული ხაზი, ეს არის ერევანსა და ბაქოს შორის დაკავშირებული, ისე ვთქვათ, ზანგეზურის დერეფანი, ტრიფი, ეგრევე ტრიფი, რომელიც საბოლოო ჯამში თურქეთის მეშვეობით უკავშირდება დასავლეთის ბაზრებს, ხო? ამიტომ ამის საპირწონე საზღვაო კარიბჭის ამის საპირწონე ვერ იქნება ანაკლია, იმიტომ რომ სანამ ანაკლია აშენდება, ეს თვირთები უნდა დაიძრას უკვე შესაბამისად, დროშიც კი არ ემთხვევა. რა თქმა უნდა, ანაკლია თავისთავად კარგი პროექტია, მაგრამ თავისთავად ვერ იქნება ცალკე აღებული ანაკლია, თუ მას არ აქვს დაკავშირებულა მთელ ინფრასტრუქტურასა და მარტო ერთი პროექტის სტრატეგიულ უპირატესობას საქართველოს ვერ მიიღებს. თორე ესეთი შეგახსენეთ, მაგალითად ფოთის პორტში არის პროექტი პეისი ტერმინალი, რომელიც ასევე დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ფინანსებით. ანუ DFC-ის არის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია, ფინანსური კორპორაცია, რომელიც დააფინანსა თავის დროზე 50 მილიონით, ახლა კიდე 25 მილიონი და საჭიროების შემთხვევაში მანდაც შეუძლიათ განავითარონ ღრმაწლოვანი პორტის ინფრასტრუქტურა, როგორც არა იმ მასშტაბის, როგორც ანაკლის. ანუ თუ იქნება ამის საჭიროება, ამერიკულ ფინანსურ სისტემას უკვე აქვს ჩადებული აქ გარკვეული ინვესტიცია და აქაც განავითარეს. უბრალოდ საქართველოს სტრატეგიულად არ განიხილებენ, რომ საქართველოს არა მდგრადია, არა პროგნოზირებადია, არა საიმედოა და რა უნდა საერთოდ ვერავინ ვერ გაიგო და ხანდახან თუ ახლა ორგანიზებაზე ჩავა და ხელს ჩამოართმევს და რაღაცა გაერევა სიმრავლისთვის რაღაცა მოცულობა რო შეიქმნას რაოდენობა ხალხის ამისთვის რაღაცას გამოიყენებენ. ნუ ეს თუ არის მათი აღიარებად არ უნდა აღიარება ის რომ არის საქართველოს და აქ რაღაცა დე-ფაქტო ხელისუფლება ყავს ეს რა თქმა უნდა არის და ეს ისედაც არის, იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს და ეს არ გაწყვეტილა. აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად საქართველოს შეიძლება განიხილებოდეს როგორც საერთაშორისო პარტნიორი, როგორც შეიძლება განიხილებოდეს როგორც დასაყრდენი, რამდენად შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს განისაზღვრებოდეს, რომ ორი ინტერესი ქონდეს. რა ინტერესი გაქვს? ახლა მაგალითად საქართველოს რა მიიღო, იქ მონაწილეობთ, არაფერი არ მიიღო, ხო? როდესაც სტრატეგიულ ურთიერთობებს გვაქვს ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცაში ვეხმარებით, ისინი რაღაცაში გვეხმარებიან და თანამშრომლობას აქვს ურთიერთსასარგებლო ინტერესი, მაგრამ აი ამ როცა ვთქვა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ ქართულ საქართველოს მინისტრს არანაირი ღირებულება არ მოუტანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება და დიდი ალბათობით კონგრესის შემადგენლობა შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში პროპორცია, სენატში დიდი ალბათობით იცვლება და მერე რას აპირებენ? მერეც აღმოჩნდება, რომ კელიდეგნანი თურმე ტრამპის ადმინისტრაციის დანიშნული იყო. ანუ ესე ხო არ ტრიალი, ეს ამერიკა ხო არ არის მხოლოდ ეს თქვა ერთი ადამიანი, რომელიც თავისებურია და ცოტათი განსხვავებულია სტანდარტული პოლიტიკური ტიპაჟებისგან, ხო? ეს არის ძალიან ფუნდამენტურად ინსტიტუციური დემოკრატია, სადაც ინსტიტუტებს ისეთი როგორც არის თემთა პალატა, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც შე შემთხვევაში მას უწოდებს თქვა Deep States, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ხო? ესენი მუშაობენ და მან თანმიმდევრულობა ბიუროკრატიაც არის და რასთავარი პოლიტიკების თან გაგრძობითობა, ეროვნული სახელმწიფო ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების და როგორც არ უნდა ნაკლებად იყოს დაინტერესებული დღევანდელი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების ადამიანის უფლებების და დემოკრატიის, იქ საკითხი თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკის საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამაზე მიდის ბრძოლა, რამდენად დემოკრატიასა და რესპუბლიკას შორის რომელი დემოკრატია და როგორი დემოკრატია უნდა იყოს თვითონ ქვეყანაში და ამიტომ გამოძახილი ხა აქ პრინციპში არ მგონია დინაძის განცხადებას უსმენდეს დიდად სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მაღალ ჩინოზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი არაადეკვატური დამოკიდებულება მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა რომ ჟურნალისტს მოუგო სიტყვაში და ეს იყო მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში არაფერს არ გაძლევს, იმიტომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციები იცვლებიან თანმიმდევრობა გზით და ამერიკა ისევ იქ არის და შენ როგორც სახელმწიფოს გაქვს აბსოლუტურად არაადეკვატური როლი, როდესაც ესეთ კომუნიკაციაში შედიხარ და გონია რომ ელჩები წარმოადგენენ თავის თავს ან რომელიმე კონკრეტულ ადმინისტრაციას. კელიდეგნანი დაინიშნა თუ არ ვშტები პომპეოს დროს ან კიდევ უფრო ადრე მანამ წინა სახელმწიფო მდივანი იყო, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის, მაგრამ მან დაასრულა თავის საქმიანობა უკვე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ანუ ეს არის ამერიკული დიპლომატია ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ესე ქილიკით საუბარი, ესე ხელაღებით მათთვის ეს არაპროფესიონალიზმიც არის მათი და რაღაცა ეს აჟიტირება იმ წარმატებით, წყალებში წარმატებით, რომ სურათის გადაღების დროს ბანკა ბოჭორიშვილი რუბლის გვერდზე აღმოჩნდა. ნუ აი ესე, კიდევ ეს არის მაყურებელი, როდესაც ტრანზაქციული ურთიერთობა, რომელიც ძალიან დამახასიათებელია თანამედროვე დიპლომატიის, რომელიც ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს ტრანზაქციული ნიშნავს იმ კონკრეტულ მომენტში იმ კონკრეტული ამოცანა შესრულებულია და მისი ჩვენი ინტერესები აღარ არის დაკავშირებული. აი ახლა მინდა უკვე შიდა პოლიტიკურ საკითხზე და საქართველოს კრიზისის ამერიკულ თვალსაჩინოზე ვისაუბროთ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რესპუბლიკური პარტია ტრადიციულად
ამერიკულ კონსერვატორ ღირებულებებს, მათ შორის სიტყვის თავისუფლებას, მრავალპარტიულ სისტემას უჭერენ მხარს. როგორ შეიძლება შეერთებული შტატების კონსერვატორებმა შეაფასონ ქართული ოცნების დაანონსებული გეგმა ოპოზიციის აკრძალვის ან ლიდერების დაჭერის შესახებ და პროცესი რომ ფორსირებულია, ეს იციან ვხედავთ საქართველოში და იციან შტატებში. იცით ძალიან მარტივად მიუხედავად იმისა კონსერვატორი იქნება რესპუბლიკელი თუ დემოკრატები, ნებისმიერ შემთხვევაში ეს რაღაცა სტანდარტი შეიძლება განსხვავებული იყოს ხარისხი და შეფასებები დემოკრატიის, მაგრამ დემოკრატიული სისტემა რომ მნიშვნელოვანია, ეს უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ღერძია. შესაბამისად, როგორიც არ უნდა იყოს ადმინისტრაციის კონკრეტული დამოკიდებულება და სტრატეგიული ხედვა და ნაკლებ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებებს, თვითონ ვაშინგტონის როგორც ესეთი დედაქალაქის სტრუქტურა გადაწყვეტილების მიღების არ მიცემს არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს საშუალებას რომ განთავისუფლდეს ესეთ საკითხებიდან როგორც არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. რაღაცნაირი თუნდაც შეიძლება დახვეწონ ამაზე თვალი და გეოპოლიტიკური ამაზე მეც ვერ დახვეწავ. მათი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო ქვეყნის ხო, ანუ კიდევ ერთხელ რომ იყოს საქართველოს რომ კონდეს რამ სტრატეგიული უპირატესობა კონკრეტულად რეგიონში, რომ იყოს მაგალითად თავარი ნავთობის მომპოვებელი რეგიონში, კიდე შეიძლება ვიფიქროთ რომ რაღაცა გეოპოლიტიკური ან ენერგეტიკული ინტერესები ან თუნდაც საქართველოში იყოს. საქართველოს ამბობს რომ სწორედ გეოპოლიტიკის გამო ჩვენ ჭირდებით. არანაირი გეოპოლიტიკური ეხლა მაგიტომაც დადენ შუა აზიაში, რომ იქნებ შუა აზიის ქვეყნებთან ერთად გაიძლიერონ პოზიციები, რომ თქვენ რო აი შუა აზიის ქვეყნებს ჩვენი მეშვეობით უნდა რაღაცა ტვირთების გატარებას და იქნება ამითი დაინტერესონ ვინმე. ანუ ამისთვის კრავენ. ეს თავის დროზე გააკეთა. არის ამაშიც ლოგიკა. თავის დროზე ეს გააკეთა შევარდნაძემ, როცა საქართველოში ჯერ კიდე არ იყო როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბებული, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობი და მაშინ ტრასეკას პროექტის ერთ-ერთი ავტორიც იყო და მაშინ კრავდა ამ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ალიანსს და ეკონომიკურ ალიანსს იმისთვის რომ გარკვეულად ყოფილიყო რეალიზებადი ეს პროექტი. ეხლა დაახლოებით ამას ცდილობენ, როგორც ცოტა უფრო არაპროფესიონალურად, იმიტომ რომ შუა აზიის ქვეყნებს უკვე ხელი მოწერილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უკვე მათი კავშირები არის დამყარებული ევროკავშირთან, საქართველოსთან შეუძლიათ რომ მოვიდნენ და ერთი ტერმინალი იქირავონ, თუ აშენდა პორტი და ისიც თუ აშენდება და როდეს აშენდება. მაგრამ მანამდე მათ კონკრეტული რამე ინტერესი ამ ეტაპზე არ აქვს. მათი ლოჯისტიკური საშუალებები საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს გავლის, საქართველოს მიღმა გაატარონ თავის ტვირთები, რომელიც აქ ის იქნება ნავთობი, გაზი თუ იშვიათი მინერალები თუ კოტონი თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, სტრატეგიული უპირატესობა ან გეოგრაფიული უპირატესობა საქართველოს არ აქვს, თუმცა ეს არის რომ ცუდი გვაქვს. ჩვენ გვაქვს კარგი ძალიან გეოგრაფიული უპირატესობა და ყველა გვეუბნება რომ თუ ჩვენ ადეკვატურები იქნებით, ჩვენთან ერთად ნებისმიერი შუა დერეფნის პროექტი იქნება ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და უფრო დიდი სარგებლის მომტანი ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის. მაგრამ ქართულ ოცნებას უნდა ეს გააკეთოს ისე როგორც უნდა და ცდილობს ახლა რაღაცნაირად მიეკედლოს შუა აზიის ქვეყნებს, აზერბაიჯანს და ამათ ხარჯზე გაძვრეს და იქნება და ისევ ტრანზაქციული ურთიერთობები ცოტათი უფრო გრძელვადიანი დაამყარონ მაგასთან, მაგალითად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ან წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის იქნება თუ ნებისმიერი სხვა რეგიონალური პროექტის კუთხით და ნუ აი ამით რაღაცა მიწებებულები ვიყოთ, მაგრამ ისიც ნაწილობრივ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რუსეთის ადმიცებს საშუალებას, რომ ბოლომდე ჩაერთონ და სადმიცებს საშუალებას, რომ ანტირუსული, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული, გეოეკონომიკური პროექტები განახორციელოს, ეს არის, იმიტომ რომ რუსეთი გაცხადებულია, ეს არ არის დამალული, რუსეთი დაინტერესებულია და მათი სტრატეგია არის ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორის განვითარება, რომელიც საქართველოს გავლით უნდა გავიდეს და ირანი ინდოეთს დააკავშიროს. ეს არის მათი და აი ამ აქ რაღაცა თამაშობს საქართველოს ქართული ოცნება რომ რაღაცნაირად გაძვრეს რაღაცაში იყოს მონაწილე რაღაცაში არ იყოს სადღაც სურათი გადაიღოს და ჩვენ გვითხრას რომ აი დავალაგე სურათებით არ ხდება ეს ყველაფერი სურათები ცოტა ხნის წინ გადაიღო პრეზიდენტმა წყაველაშვილმაც იყო ეს ყველაფერი მაგრამ ეს რაღაც არის პროტოკოლები და არსებობს კიდე სტრატეგიები რომელშიც ძალიან ჩამორჩებია